იმის განცდა და ლაივში ყურება, როგორ ფარჩაკდება რუსული ინტერესები არის აი წარმოუდგენელი სიამოვნება. ამდენი მეოთხე დღეა ამბებს გიყვებით სტრასბურგიდან, ბარემ რაღაც მოჩა ეს ამბავი, ბარემ რაღაცა შემაჯამებელ ამბავსაც მოგიყვებით 5-10 წუთი იქნება ალბათ რაც დასრულდა აქ საბოლოო ჯამში ასამბლეაზე კენჭისყრა, გავიდა ის რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე მოვლენები ესე განვითარდა, რომ იყო დღეს მონიტორინგის კომიტეტის ხდომა, როგორც წესი ჯერ ამ კომიტეტზე გადის ხოლმე ესეთი რეზოლუციები და შემდეგ მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაზე არის დამოკიდებული ის თუ რა შედეგი დადგება ასამბლეაზე, როგორც წესი მონიტორინგის კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციას არ ცდება ხოლმე შემდეგ ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნუ ეს იმიტომ ხდება, რომ მონიტორინგის კომიტეტზე წარმოდგენილი არის ყველა პოლიტიკური ჯგუფი და წარმოდგენილი არის ყველა ქვეყნის წარმომადგენლობა, შესაბამისად იქ რაზეც ხდება ხოლმე შეჯერება, ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა შეჯერებული პოზიცია ქვეყნების და ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების. მოგეთ მონიტორინგის კომიტეტზე მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ იმედის ეთერში ვნახე რამდენიმე კომენტარი ქართული ოცნების დელეგაცია, ივანიშვილის დელეგაცია, ამ შემთხვევაში ჭულუკიანი და მიქანაძე იყვნენ. სეფაშვილი დღეს რატოღაც აღარ გამოჩენილა, ალბათ იმის გამო, რომ ჭყალებში ოპოზიცია არის. მთელი დღე იმუქრებოდნენ, რომ ჩვენ იქ რაღაცა კრამიტებს დავამტვრეთო მონიტორინგის კომიტეტზეო და შესწორებებს შევიტანთ და იქიდან ამოვა ჩანაწერი ახალი არჩევნების შესახებ, რაღაცა პოლიტპატიმრები არ არიან ქვეყანაში და რაღაც ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მონიტორინგის კომიტეტის საერთოდ მონაწილეობა არ მიუღიათ, იმიტომ რომ გარეთ ვიდექით და მაინტერესებდა უბრალოდ სახეები, როდესაც გამოვიდოდნენ მონიტორინგის კომიტეტი, რომ მე ნახა რა სახით გამოვიდოდნენ, არ გამოვიდნენ საერთოდ თოდამთადა მონიტორინგის კომიტეტი და მე რო შევხედე, შიგნით საერთოდ არ იყო ამ კომიტეტის თომაში საერთოდ მონაწილეობა არ მიუღიათ, ამ არანაირი ხმაც კი არ ამოუღიათ, არც უჩხუბიათ და არც არაფერი არ გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ვითომ რისიც ჯერათ ის რაღაცა ის აზრი გაეტანათ ამ მონიტორინგის კომიტეტს. საბოლოო ჯამში მონიტორინგის კომიტეტი დასრულდა იმითი, რომ სამი ცვლილება, რომელიც დააყენა ქართულმა ოცნებამ, სამივე ცვლილება უარყვეს და ნუ დამატებით ერთი ცვლილება შეიტანეს, ეს არის ის, რომ სადაც საუბარია ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ჩანიშვნაზე აპრილამდე, ჩაემატა სიტყვა საპარლამენტო, რომ ვინმეს რამე ინტერპრეტაციის საშუალება არ ქონოდა, მასთან დაკავშირებით თუ რა არჩევნებზე არის საუბარი. შემდეგ ეს საკითხი გავიდა სესიაზე და აი ხა მორჩა სესიაზე ეს საკითხები, მათ შორის ოცნების მიერ დაყენებული ემენდმენტები, ცვლილებები ასევე დადგა კენჭისყრაზე და სესიაზეც ისევე ჩავარდა სამივე, როგორც მანამდე მონიტორინგის კომიტეტზე. საინტერესო რაც არის ის, რომ ამხელა დარბაზში და ამდენ ხალხში არ აღმოჩნდა არც ერთი დეპუტატი, რომელიც ქართული ოცნებას დაუჭერდა მხარს და მათ მოსაზრებას გაიაზრებდა. იყო ორი მეტნაკლებად განსხვავებული აზრი, ერთი კომუნისტი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერს დაეთანხმა მონიტორინგის კომიტეტის დასკვნას, იმას, რომ ქვეყანაში საქართველოში საშინელი მდგომარეობა, რაღაცა დემოკრატიის ბექსლაიდინგი, ესა ყველაფერს დაეთანხმა, უბრალოდ განსხვავებული პოზიცია ის ჰქონდა, რომ რაღაცა ოპოზიციას მოგვიწოდა, რომ იქნებ პარლამენტში ხვიდე და დიალოგი გამართოთო. სხვაგან არის ადამიანი, ისე მოხდა, რომ მაგასთან ვერ მოვასწარეთ კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ 4 დღე 24/7-ზე აქ მახავს ხდებოდით და ნუ ეგეთი პოზიცია იყო ერთი განსხვავებული, დანარჩენი ყველაფერი ის იყო. და იყო ერთი ესპანელი კონსერვატორებიდან, თუ სწორად მახსოვს, რომელმაც უცნაური კითხვა დასვა, ამ ყველაფერს გათვალისწინებით, რომ იქნებოდა კითხვა დავსვათ, საერთოდ ქართულ ხალხს უნდა თუ არაო ევროპაში ინტეგრაციაო და ევროკავშირთან დაახლოება და ასე შემდეგ. დანარჩენი, ვინც კი გამოვიდა ერთხმად, ყველამ ნუ დედა არ უგინებიათ, მაგრამ დანარჩენი არაფერი არ დაუკლიათ ქართული ოცნებისთვის, მათ შორის რამდენიმე წყობიდანაც გამოიყვანეს თავიანთი გამოსვლებით ჭულუკიანმა და მიქანაძემ და პასუხებიც გასცეს. საბოლოო ჯამში ეს 4 დღიანი ამბავი აქაური დასრულდა იმით, რომ მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უპრეცედენტო ამბავი დადო, ანუ მიიღო რეზოლუცია, სადაც ყოველთვის თვითონ ესე გვეუბნებიან აქ, რომ არასოდეს აქამდე ამ ინსტიტუტს არ მიუღებით რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ ქვეყანას მოსთხოვოს ხელახალი არჩევნები. ამ დოკუმენტში დაიდო სამი პრინციპული საკითხი. ერთი საკითხი არის ის, რომ უნდა მოხდეს გათავისუფლება პოლიტპატიმრების და აქ რამდენიმე გამომსვლელმა ცალკე ისაუბრა მზია ამაღლობელზე, რომ ისი დაუყოვნებელი გათავისუფლება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკული საკითხი და დრო არ ითმენს. მეორე ეს არის ის, რომ მოძალადეები და ძალადობის ორგანიზატორები, ვინც ადამიანები აწამა კვირების განმავლობაში თბილისში და საქართველოში, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს და მესამე საკითხი ეს არის ის, რომ აპრილამდე უნდა ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. საბოლოო ჯამში ივანიშვილის დელეგაციას დაუტოვეს ერთადერთი უფლებამოსილება, ამას ახლა ისინი გაასაღებენ თავისი პროპაგანდით, რომ ვითომ რაღაცა არ ვიცი, მაინც
გაიცნეს მათი უფრო მოსიბადის შემდეგ, მაგრამ რო გესმოდეთ რაზე არის საუბარი, აი ჩემს უკან ხედავთ ორი შესასვლელი რო არის, ეს არის სასესიო დარბაზის შესასვლელი, რომ დაუტოვეს აი ამ სასესიო დარბაზში შესვლის უფლება და მხოლოდ ერთადერთი მიზნით რომ შევიდნენ ამ დარბაზში და მოახსენონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას როგორ ასრულებენ იმ პირობებს, რომლებიც ჩაიდოს. ხო, ყველა უფლება, როგორიც არის რაღაცა მონიტორინგის მისიებში მონაწილეობა, არჩევნებზე დაკვირვება, აქ რაიმე თანამდებობის დაკავება, ან თუნდაც არჩევით თანამდებობებზე, აქ პასეში რამე თანამდებობის დაკავება, ყველაფერი აკრძალულებთ. ანუ არანაირი უფლება არ აქვთ, ერთადერთი უფლება აქვთ, რომ შემოვიდნენ დარბაზში შევიდნენ და პასეს მოახსენონ, როგორ ასრულებენ იმ პირობებს, რომლებიც ჩაიდო ამ დოკუმენტში. ხო, ეგ არის საბოლოო ჯამში, მგონია, რომ კარგი შედეგი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ესეთი რანგის ინსტიტუტიდან პირველი შემთხვევა არის, სადაც საუბარი არის პირდაპირ იმაზე, რომ ქვეყანაში ერთადერთი გზა, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხო, სასიამოვნო განცდა არის ძალიან რუსებს რო უყურებ, როგორ ფარჩაკდებიან და აი ეს პირველი ორი დღე ცოტა რთული იყო, სანამ აქ საუბრები და ისინი ქონა, მაგრამ ბოლო ორი დღე ამ შენობაში სიარული და ამ ხალხთან, ევროპელებთან კომუნიკაცია და იმის განცდა და ლაივში ყურება, როგორ ფარჩაკდება რუსული ინტერესები არის აი წარმოუდგენელი სიამოვნება. всё, დროებით ეს არის ალბათ ბოლო ვლოგი თუ რაღაცა სტრასბურგიდან და რაც შესმერე თბილისში თუ გავაგზავნებ ნახოთ.